მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველ კვირა ვშელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. კარგი, რას ვაკეთებთ ხოლმე შეგრო ვაკეთებ საბზი ვარ ესე მოვიჯდე, წინ უნდა მოვიწიო. ცოტა წინ. წინ კი მოვიწევი. Don't overthink it. თან ეს ძალიან გამართული ხარ. გიგეც არის ამ ლამაზე ამაღებული ზადა ჩავეცვი და არაფერი არ ჩანს მაინც. I tried. არა და ხე როგორია. მე სტივ ჯობსი ვიცუ ერთი და იგივე როლინგი რომაც ეგეც უნდა აღნიშნოთ ჩვენს პოდკასტში. ხო, კიდე კაი მე რაღაცებს ვცდილობ რომ ყველა ეს ეპიზოდი ერთ-ერთი არ ეგონოთ. მე ვცდილობ რომ ყურადღება არ გადავატანინო კონტენტიდან ადამიანებს. კი და მე აქ რაღაც მარკეტინგული ხრიკებით ვცდილობ რომ მოვიზიდო ჩვენი მსმენელი, იმიტომ რომ აი იმაზე რა Spotify-ზე ან iPhone-ში რო გვისმენენ, ეს არის რა ქვია, ხო ძალიან ჩანს რა. კარგად ხედავენ შენდე კონტექსტს. მაგრამ უნდა აღნიშნო, რომ დღეს ისევ ახალი საყურები მიკეთია, რომელიც სპეციალურად პოდკასტისთვის შევიძინე ჩემს ტრიპში. და ეს კასეტები მაგნიტოფონია. ანუ არაფერი კავშირი არ აქვს იმასთან რა ქვია, ადგილმდებარეობასთან სადაც ვიყავი, მაგრამ იქიდან ამ პოდკასტისთვის შევიძინე, რომ მეთქი აი სათქო გავაგრძელებ ამ ტრადიციას, რომ სადამდე გაკაჭავს არ ვიცი, იმიტომ რომ თვათ მაგდენი საყურეც არ მაქვს. მაგრამ ალბათ ალაგ-ალაგ შემოვმატებ კოლექციას. თან ერთი ის მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საყურე, რომელსაც ველოდები რომ გავიკეთო, რომელიც ჩემი ხელით გავაკეთე ჩემს მეგობრად. მოკლედ. ხო და აბა როგორ ხანაინო მაყევი. ხო, ძალიან დიდხანი არ გველაპარაკია. თან ანუ პოდკასტის ძალიან დიდხანი არ ჩაგვეწერია და თან ერთმანეთთან ძალიან დიდხანი არ გველაპარაკია, იმიტომ ორმაგად დახუნძლული ის. რაც ეს პოდკასტი გვაქვს, თითქმის მხოლოდ ამ დროს ლაპარაკობთ ხოლმე ჩვენ. ხო. როგორ ვარ და დასვენებული ვინაიდან ვიყავ შვებულებაში და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რომელზეც სულ არ ფიქრობდი, რომ პოდკასტში ვილაპარაკებდით. მართალი ვიკითხე, რაღაცნაირად არ მქონდა ეგ მოლოდინი რა. მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ საკმაოდ საინტერესო რაღაცები მოხდა და რომ ხდებოდა პროცესში ვფიქრობდი, რომ რა მაგარია როდის მოვუყვე ხალხს ამის შესახებ თქო რა, იმიტომ რომ რაღაცნაირი სხვა რაღაცა იყო, რაღაც ისეთი არ იყო, რასაც მოველოდი რა, რაღაცები განსხვავებული რაღაცები იყო და თან რო ანუ სულ გვილაპარაკია მაგაზე, რომ რაღაცა მარტო იმას სამოგზაურო პოდკასტად იმერ გადაგქცეულიყავით, დიდად არ ვაპირებდით რაღაც ამ მოგზაურობის ამბების მოყოლას, მაგრამ აქ მარტო მოგზაურობაზე არ არის რა, ანუ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და მაგაზე მინდოდა ძალიან ჯერ შენთვის მომეყოლა რა და ნუ მე მსმენელისთვისაც მათ შორის. ხო და რითი დავიწყო არ ვიცი. თუ გინდა მკითხე და მე ჯერ რატო გადაწყვიტე საერთოდ ტაილანდში წასვლა? ხო, ესე იგი, მოკლედ ტაილანდი ჩემს სამოგზაურო bucket list-ში არის ძალიან დიდი ხანია. ანუ მას მერე რაც ეს ზამთარში ზაფხულში წასვლები დავიწყე ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ რომ ყოველ ზამთარს თბილ ქვეყანაში გავატარო შვებულება. ტაილანდი მათ შორის იყო ამ ჩემს სიაში რა. მაგრამ თქვენ ყველა მიღალატეთ და მე რო ვაპირებდი თქვენ ერთად წასულიყავით ტაილანდში. ან ბავშვები გააჩინეთ, ხან გადაცხოვრდით სხვა ქვეყანებში და დავჭი ესე ეულად და ვერავინ ვერ დავითანხმე ტაილანდში წამოსასვლელად. ლიკაც რომელთან ერთად მალდივებზე ვიყავი, წელს რაღაცა ნუ არ დალაგდა მის განრიგში ისე რომ წამოსულიყო, თორე ლიკა ვიცი რომ ნამდვილად წამოვიდოდა. ხო და მე კიდე ვფიქრობდი იმაზე რომ
ზამთარში, ისაც წინასწარ ხო გეგმავ ხოლმე, იმიტომ რომ თუ წინასწარ არ გავგეგმე არ გამომდის ეს შვებულება და დასვენება რა. ამიტომ კაი ხნით ადრე ვფიქრობდი იმაზე, რა გამეკეთებინა ზამთარში. და თან რაღაცა ჩემ დაბადების დღეზეც მეფიქრებოდა მათ შორის, რომ როგორ გამეტარებინა. და ამ ყველაფერს გეგმა რო დავიწყე, მანამდე ქვეყანა ესე ძალიან თავზე არ გვენგრეოდა. ნაწილობრივ გვენგრეოდა. კიდე ატანადად იყო. ამიტომ ისა როგორ მაშინ დაგეგმა რომ დავიწყე, თლაც ეს სხვანაირად იყო გარემოებები და ამომიგდა რაღაც ერთ-ერთი იმისი ტურისტული სააგენტოს შეთავაზება ჯგუფურ ტურზე ტაილანდში. და ძალიან თვითონ თარიღები ძალიან კარგად ემთხვეოდა თან ჩემ დაბადების დღეს და რაღაცა თან 10 დღე გამოდიოდა და კარგი შეთავაზება იყო. ერთი ის იყო რომ ჯგუფური ტური იყო, რომელშიც არასდროს არ ყოფილვარ და ძალიან ესე ვიყავი. სკეპტიკურად არ ვიყავი განწყობილი, მაგრამ არ ვიცი რა მორალურად მზად ვიყავი თუ არა რომ წასულიყავი ამ ჯგუფურ ტურში. ხო და ჯერ კიდე მოკლედ ივლისში შევამოწმე ხა როდის მივწერე სააგენტოს ჯერ კიდე ივლისში მქონია რაღაცები ვკითხე რომ არ მახსოვს რა მივწერე, მაგრამ მოკლედ რაღაცები ვკითხე ამ ტურთან დაკავშირებით. და მაგის მერე მოკლედ ძალიან ჩამევარ და გულში ეს რა ქვია ტაილანდში წასვლა და მას მერე ვგეგმავდი იქ რაღაცა ნაწილი თანხა უნდა წინასწარ გადაიხადო რომ დაგიჯავშნონ ჯავშნის თანხა და ამ თელ პროცესში მერე ესე ქვეყანაც თავზე შემოგვენგრა და რომ მოვიდა ეს შვებულების დრო ცოტა სინდისი მაწუხებდა რომ მივდიოდი, მაგრამ იმასაც ხვდებოდი რომ რო არ დავისვენო არ რავისთვის სასარგებლო არ ვიქნები საერთოდ რა და მათ შორის არც იმ რაღაცა იმისთვის კოზისთვის რომელზეც გული შემტკივა და თან უკვე შესწავლილი რომ ყავს შემთავი ეს დასვენება ვიცოდი რომ მესაჭიროებოდა, ამიტომ მორალურად შევამზადე ჩემი თავი რომ მე მივდივარ თან ჩემი დაბადების დღეა მაქსიმალურად ვისვენებ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად გამოვეთიშო ყველაფერს და ვისიამოვნო და თან კი ახალი გამოცდილებაა და ვიღაცა უცხო ადამიანთან შემოსახლებენ ნომერში. მაგრამ ანუ იმის ოფშენიც იყო რა ცალკე შესულიყავი ნომერში რაღაც ცოტა თანხას ამატებდი, მაგრამ თანხაც დამენანა მართლა გითხრა. და თან ისიც ვფიქრე რომ მეთქი მოდი ჩემს თავს გამოვცდი და კომფორტის ზონიდან ცოტას გამოვიყვან თქო რა რაღაცნაირად არ ვიცი რატო ვიყავი მზად. ძალიან adventurous გადასავლების მსახე მოყვარული ადამიანი ხარ. ხო, არ ვიცი, არ ველოდი ჩემ განსხვავებას ბევრი რაღაცები აღმოვაჩინე, რასაც კი არ ველოდი, მაგრამ მეგონა რომ დაკარგული მქონდა რაღაცა უნარები და ამ პროცესში აღმოვაჩინე. ხო და მოკლედ ესე ის იყო რა ქვია მოვიდა წასვლის დრო და მივხვდი რომ მორალურად გადავეწყო სრულად რელსები დასვენებაზე, ტვინის გამოთიშვაზე, გარემოს ცვლილებაზე და უკან დაბრუნებულბაზე, ენერგიული უფრო და დასვენებული მათ შორის მენტალურად რა ალბათ უფრო მეტად, იმიტომ რომ ფიზიკურ დასვენებაზე მქონდა ეჭვები რომ თლად ბოლომდე არ გამომივიდოდა ისეთი destination-ი, ახლა ის არ არის რა ქვია თურქეთის რაღაც რეზორტი. ხო და ესე მოკლედ დიდი შესავალი იმისა როგორ მოვყავი თავი ტაილანდში. ანუ მე გავაგზავნე თუ შენ გინდა რომ მკითხო. მეცად არ ველოდი რომ შემიკითხვის ჯერი. ანუ მე ხო იცი რომ 24 შვიდზე შემიძლია რომ ჩავარაკარაკო, მაგრამ რა კარგად იყავი რას გონით წასული და მე ხო კაი მოდი მე დაკისვა მაშინ ამ მეკითხოს. ესე იგი წახვედი იანვრის დასაწყისში და როგორი ამინდი დაგხვდა იქ, ეგეც მაინტერესებს და ანუ პირველი შთაბეჭდილებები რა იყო, ანუ პირველი კულტურული შოკი რა გქონდა და ასევე მაინტერესებს ანუ როგორი ტიპის ადამიანებთან ერთად მოხვდი ზოგადად ვინ დადის ეგეთ ჯგუფებში, რატომღაც თავიდან რომ მითხარი მეგონა რომ უცხოელებთან ერთად იყავი და მე მივხვდი რომ ქართველებთან ერთად იყავი, ქართული ტური იყო. ეგეც ანუ აი როგორია ქართული საზოგადოება რომელიც გოფერტორებში დადეს. ხო, ეხლა ნახე. მოკლედ ეს ტური შედგებოდა ორი მისგან, ქალაქისგან, ფუკეთისგან და ბანგკოკისგან და ეგეც ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ პირველად რომ მივდიოდი, ორივეს ნახვის საშუალება მექნებოდა და არ მომიწევდა რომ რაღაცა ეხლა ამას მახავდა, ანუ რაღაცა უფრო ცოტა ისეთი ფართო წარმოდგენა შემექნებოდა თვითონ ქვეყანაზე.
კი იანვრის დასაწყისში წავედით 9-ში თუ რაღაც და 10 დღიანი იყო სუესტური, უფრო მეტი ფხუკეთში გავატარეთ დრო და მე ბოლო 3 თუ რაღაცა დღე გამოდიოდა ბანგკოკში. ამინდი იყო ძალიან კარგი, ძალიან ცხელოდა, ანუ ესეთი რა თლათ თბილისის აგვისტოს ის არა ალბათ უფრო ნესტი არის, იმიტომ რომ ნუ ფხუკეთში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია საკურორტო ქალაქი. და ძალიან ცხელოდა რა, ისე რომ ბანაობაც რო გინდა და წყალში ჩასვლაც რო გინდა და წყალიც რო ძალიან სასიამოვნოა და არც ძალიან ცივია და არც ეს არის რა ქვია რაღაცაზე მდუღარე რომ არ გაგაგრილოს და ძალიან მოკლედ კარგი პერიოდია მაგ მხრივ რა ამინდის მხრივ. ფხუკეთი მოკლედ არის იქაური ქობულეთის არ ვუწოდებდი ბათუმსა და ქობულეთს შორის რა. არც თლად ბათუმია, მაგრამ აი ხანდელ ბათუმს რო შეადრო ალბათ უფრო არის, მოკლედ საკურორტო ქალაქია და თავისი რაღაც ვაიბები აქვს და ბანუ ბანგკოკი ეს არის ბანგკოკი და თავისი ვაიბები აქვს ბანგკოკს. მე რომ მივდიოდი მოკლედ არაფერი წარმოდგენა საერთოდ არ მქონდა ტაილანდელ ხალხზე და არაფერი მათზე არ ვიცოდი. გარდა იმ რაღაც ტაილანდური მასაჟი ეგ რაღაცა დებილური მოკლედ ისა სტერეოტიპები და ტაილანდურ საჭმელს რომელიც სადაც მიჭამია მომწონებია და პირდაპირ ორიგინალში გასინჯვა ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი მოგზაურობის მოტივაცია ჭამა არის ხო და ამიტომ კულტურული შოკი ესეთი არ მქონდა განსაკუთრებული, მაგრამ განსხვავებული ხალხი არის ნამდვილად და ის ანუ საერთოდ სხვანაირი ტიპები არიან იმისგან განსხვავებით, სადაც აქამდე ყოფილვარ. და ძალიან friendly არიან, აი ძალიან. და მე რომ მანამდე არაფერი არ იმას ვიქნია დამიგუგლავს და მე იქ რო ვიყავი, იქ კითხულობდი რა რაღაცებს და Land of Smiles ქვია, მოკლედ ტაილანდს თურმე, იმიტომ რომ ყველანი არის ძალიან ღიმილიანები და მართლა და თან ოღონდ ის როგორ არის, ტურისტულად კი არ გიღიმიან, რომ ახლა შენ ტურისტი ხარ და უნდა თუ რაღაცა მართლა ესეთი კეთილგანწყობილი, პოზიტიური ხალხი არის, რომელიც უბრალოდ ბედნიერია და გიღიმის და შენს ადამიანურად იმაშვება რა, გიღებს და დამოკიდებულება აქვს, მოკლედ რაღაცა ესეთი ადამიანური სიყვარულის. და მაგიტო ისე თვითონ ქვეყანაში და ნუ იმ ორ ლოკაციაზეც ვიყავ, ისეთი გარემო იყო მეგობრული, რომ საერთოდ სხვანაირად მშვიდად ხარ, გაცნილი ხარ და ყველაფრის მიმართ პოზიტიური ხარ, რა, იმიტომ რომ ეს ადამიანებიც განგაწყობენ მაგისკენ. და უსაფრთხოების ისეთი მაგარი შეგრძნება მქონდა, რომელიც არც ერთ რაღაც ევროპის ქალაქში არ მქონია და ჩემ უბანში არ მქონია. იმიტომ რომ თვითონ ხალხი არის ეგეთი და ეგეთ განწყობას ქონიან. თან მოგეხსენება მან ეს არის რა ქვია ტრანსგენდერების უფლებები ძალიან ისეთ მაღალ დონეზე არის. მე რომ მაგასაც რო ნახულობდი, ანუ აზიის ქვეყნებიდან ქალების უფლებები ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე ტაილანდშია და უმცირესობების უფლებებიც მათ შორის, იმიტომ რომ რელიგიურად მოდის, რომ იმაში ბუდიზმში ეს ისა რა ქვია რაღაცა ქვია მოკლედ ტერმინი დამავიწყდა. ეს ბავშვი რომელიც queer-ია რა, მოკლედ თანამედროვე ტერმინით, ის მოაქვს, წარმატება მოაქვს, რომ იბადება ოჯახში. ამიტომ ძალიან რელიგიურად პატივსაცემი არიან და აქედან გამომდინარე, ანუ არაფერი სხვა ის არ არის, რომ ეხლა იქ წყალში ისინი ჰორმონებს უშვებენ და მაგით არიან რაღაც არ ვიცი, ის შეიძლება ესე გონო ჩვენ მსვენებისგან ალბათ არ არის, მაგრამ მაინც ანუ რაღაცა არაბუნებრივი ის არ ხდება, რის გამოც იქ ხა ტრანსგენდერდება ხალხი. უბრალოდ რელიგიურად და კულტურულად იმდენად მიღებული არის, რომ არ უწევთ დამალვა და პირიქით celebrated არიან, ჩვეულებრივად მუშაობენ, ექსესი აქვთ ყველანაირ ჰორმონალურ იმაზეც რა ქვია, მკურნალობაზეც, პირდაპირ აფთიაქ შევიდნენ და შეიძინონ ჰორმონები, როგორც გუგლში წავიკითხე ეგეც პროცესში. რაღაცებს რომ ნახულობდი და ამიტომ მოკლედ ძალიან ის არის, ეს lady boy culture არის გავრცელებული. მაგრამ საინტერესო რა არის, იცი რომ მართალია ტაილანდიც
რაღაცნაირად ამ საკურორტო ქვეყნებიდან ცნობილია იმით, რომ აი ხო რაღაცა სექს დასვენებისთვის მიდის რა ხალხი. მეც მაგასთან მიასოცირდება. ევროპაში მაგის destination-ია რეალურად. Sex travel. მაგრამ ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეგეთი ისა აქვს, რა ქვია, რეპუტაცია ადგილზე ეგ არ გაქვს ან რაღაცნაირი გარყვნილი შეგრძნებით კი არ გაქვს რომ ეს sex destination-ია. უბრალოდ როგორც რავი, კი ადამიანებს უნდათ ადამიანებთან სექსი და მაგისტრის მიდიან ამ უცხო ქვეყანაში, რომელშიც რავი, რაღაცა პატარა ეგზოტიკა არის. ანუ რაღაცა ის პახაბნი თემა რაც არის რა, რომელიც მაგალითად ეგეთ შეგრძნება პახაბნის მქონდა, არის ქართულ გარყვნილება ქვია, მაგრამ გარყვნილება ეგ არ არის, პახაბშინა რა. ეგ შეგრძნება მაგალითად მქონდა Red Light District-ზე როცა ვიყავი ამსტერდამში ღამის 4 საათზე. ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ რაღაცნაირი აი კონსუმერული, კაპიტალისტური უბრალოდ აი რაღაცა ის იყო რა, რაღაცა ატრაქციონი. ხო, აი ატრაქციონივით იყო, რომ ეს ქალები იდგნენ ამ იმაში ვიტრინებში და ეპატიჟებოდნენ ამ მეებს და აი ვინ აირჩევს ახლა მათ და ვინ მიცემს ფულს და რაღაცა და ტაილანდში არ ვიცი, არა აქ ეგ ვაიბი რა, ტაილანდში აქ ის რომ ადამიანის სიამოვნებაზე არის ყველაფერი ორიენტირებული და არა გარყვნილებაზე. და მაგიტო მოკლედ ამ ტაილანდურ მასაჟზე რო ვფიქრობდი და გავიკეთე კიდეც ყოველდღე ვიკეთებდით იქ მასაჟს რა. Happy ending-ით არ აქვს. მეკითხა და ვერ გადავწყვიტე. მასაჟზე მოკლედ ცალკე მოვყვები. ხო და აი ამაზე მოკლედ ამ დამოკიდებულებაზე ვფიქრობდი და მასაჟის თემაზე წინა კითხვებს უპასუხებ და მე გავშლი თვითონ ფულკეტში ხდებოდა. ხო და მოკლედ overall კულტურული შოკი არა, მაგრამ აი ეს კულტურული განსხვავება პირველი რაზეც რაც დავაფიქსირე და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იყო ეს ხალხის განსხვავებულობა, რომელიც მართლა გულითადად sincerely დაბადებიდან და კულტურულად არიან ესეთი კეთილი და კეთილგანწყობილი და ერთადერთი შეხება ტაილანდელი ხალხის მაგ თვისებასთან მქონდა Drag Race-დან რა. იმიტომ რომ ერთ-ერთი მონაწილე იყო ტაილანდიდან და ეს ტიპი იყო როგორი პოზიტიური იცი კი არა და პოზიტიური კი არა რაღაცა სათანო რა და ყველაფერზე მადლობა და ეს თავის დაქნება და სულ ფიქრობდი რომ მეთქი ანუ ეს არის ესეთი nice თუ რა ხდება და ტაილანდში ჩავედი მივხვდი რომ ყველა ეგ ყველაფერზე ანუ ეს მადლობის ნიშანი რა ეს მადლიერება არის ყველაფერზე და მეც ვისწავლე და ესე ცოტა იდიოტი ტურისტები რომ ნამასტეს შვებიან მეც მადლობა ყველაფერზე მადლობა იმიტომ რომ შენ თვითონ გაქმერე განწყობა რა ისინი რომ ესე არიან რა შენს მადლიერი იყო იმიტომ მართლა მადლიერი ხარ იმის რომ არსებობენ და ეს რაღაცნაირი პოზიტიური სამყარო აქვს შექმნილი სადაც ესე შეგიძლია თავი კარგად იგრძნო და მოკლედ ეგ იყო ძალიან შთამბეჭდავი ჩემთვის და ეგ რო დაიწყო მე მაგაზე დაეშენა მთელი ყველაფერი და მაგიტო ძალიან კიდევ უფრო მეტად რაღაცნაირად დასვენებული და პოზიტიურად დამოხტული წამოვედი რა იქიდან. ხო და ახლა მეორე კითხვას დავუბრუნდები, რომელიც იმას ეხება, რა ქვია. რა მკითხე იმაზე, ხო, ხალხზე ვინც იყო. ხო, ეხლა რაც შეეხება, ეგ ცალკე საინტერესო ექსპერიენსი იყო ის, რომ ნუ თავიდან ისე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ერთი ის იყო, რომ მოკლედ ის სააგენტო რომელთაც წავედი, ვოიაჟერი ქვია და არიან free business-ზეც არიან დარეგისტრირებული და ძალიან მოკლედ აქტიურად არიან პროტესტის მხარდამჭერები და ეს არის რა ქვია ხმამაღლა გამოთქვამი და მაგიტო კიდევ უფრო სასიამოვნო იყო სხვა შორის აი ანუ ხო პროტესტამდე ვიპოვე და დავუკავშირდი და მე აი ამ პროტესტის პროცესში რაღაცნაირად თითქოს სინდისი მქონდა სუფთა რომ ვიღაცა ის რაღაც პროსახელისუფლებო ან ინდიფერენტულ ადამიანებს არ იმაშებოდი ვუხდიდი ფულს და კიდევ უფრო რაღაცა მშვიდად შემეძლო რომ წავსულიყავი და სინდისი არ დავეკენჭე და მივწერე კიდეც მაგაზე რომ მეთქი არა პრეტენზიულად რომ ერთადერთი თხოვნა მაქვს მეთქი რომ კოცთან არ შემოსა
უყურებთ ოთახში და ხო და რა ვიცი ალბათ ჩვენთან არც მომდებოდა თანამშრომლობაო და არ იქნებიანო და პრინციპში ეგრეც იყო, იმიტომ რომ ანუ ყველა ვინც იქ იყო ძალიან პოზიტიური ხალხი იყო, თან ყველანიც ორიენტირებული იყვნენ იმაზე, რომ დაესვენათ და რაღაც ის არ იყო რა განწყობა, მტრული ერთმანეთის მიმართ. რატო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანუ ხაიცი ზოგი ხო არის რაღაცნაირი ხალხი რა, ყველგან რომ შეიძლება ჩააშხამონ რაღაცები. და ყველა იყო რაღაცა ძალიან ინდივიდუალური და განსხვავებული. ტურში მე მგონი 22-ნი ვიყავით, ვინც ტურით ვიყავით. ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ არც ერთხელ არ დავითვალე, იმდენად დარელაქსებული ვიყავი. და თან ანუ ხო ტურით წასვლა კიდე რატო მომეწონა, რომ მინდოდა რაღაც ახალ ადგილას წავსულიყავი, მაგრამ თან მე თვითონ არ დამეხარჯა ძალიან ბევრი დრო დაგეგმვაზე და იცი მე როგორ ვიცი ხოლმე, ხო იცი მაგის კეთება და ისევ რაღაცა ისეთ ადგილას წასვლა, სადაც ვიყავი, არ მინდოდა და ეს რაღაცა კარგი ის გამოდგა, რომ შენს მაგივრად ყველაფერს შვებიან, არაფერს შემბოლს მეტი და გული გადარიცხე და ეს მინდა და ის არ მინდა. და პროგრამაც აქვს რაღაცა თავისი, ანუ ყველაფერში ყველა იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი რისი ენერგია მაქვს, რაღაცა ტურები მაგალითად ავიღე მერეში და რაღაცები არა. აი მაგაზე მე მოყვი რომ მივაბი რაღაცები. ხო და ეს ხალხი მოკლედ ძალიან ის იყო ყველანი რაღაც თვითონ მე მგონი ლოკაციაც ისეთ ადგილას მივდიოდით, რომ რაღაცნაირი შებოჭილი და არა თავისუფალი და გონება გახსნილი ადამიანი არც წამოვიდოდა რა. და მაქედან გამომდინარე მე მგონი მაგანაც განაპირობა, რომ ასაკობრივი კატეგორია იყო ძალიან ფართო, რომ 19 წლიდან 63 წლამდე იყო ხალხი. მაგრამ ყველანი ძალიან ისეთი თავისუფალი ადამიანები იყვნენ რა და არავის არაფერი რაღაცა არც გაკვირვები, არც არაფერზე ის არ ქონია გართულება, ვისაც რას უნდა აკეთებდა და კომუნიკაციაში საერთოდ არაფერი პრობლემა არ ყოფილა. პლუს მაგას ახლა შენ იცი ჩემი პიროვნება და მსმენელებმაც ალბათ იციან, რომ რაღაცაზე უკან არ დავიხევდი და თავს არ ვიკავებ არაფერზე. და მიუხედავად ამისა, რომ მე არაფერს დავერ შემიკავებია, ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ყველასა ძალიან კაი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა რა. არც იმაზე გამოხატვაზე ვიკავებდი თავს, არც ხუმრობაზე და არაფერზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები ჩემნაირი ტიპაჟები იყვნენ თუ არა და რაღაც საერთო რაღაცა იმაში ვიყავით წრეში თუ არ ვიყავით. არ ქონდა ეს კომუნიკაციის პრობლემა რა და მან ხვდები ადამიანური ურთიერთობების რაღაც ბაზისებს, რომლებიც უბრალოდ ღიაობაზეა დამოკიდებული და არაფერ სხვაზე და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რაღაცა ერთნაირ გარემოდან მოდიხართ, ერთი ბაბლი გაქვთ თუ არა, იმიტომ რომ იქ ვინც იყო თითქმის არავისთან გადაკვეთის წერტილი არ მქონია რა. ანუ ერთ გოგოსთან აღმოვაჩინე საერთო სამეგობრო და ანუ რაღაცა კიდე ვიღაცასთან ასევე რაღაც, მაგრამ აი ესეთი ხო ხდები, რომ უი ეს ვიღაცის ჩერეს მეგობარი აღმოჩნდა, რომელიც ანუ ისეთ ხალხია, რომელსაც ყოველ დღიურობაში 36 წელია ამ დედამიწაზე დავდივარ და არსად არ გადავყრება და შევხვდი აი აქ. და მანდაც ძალიან ის იყო, ჩემ თავისგან არ მოველოდი და მეგონა რომ დაკარგული მქონდა რაღაცა ეს ახალ ხალხთან ურთიერთობის არ ვიცი რა ხო რაღაც და თურმე არ მქონია. და ძალიან როდესაც ანუ ყველა სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც არაფერი არ ხდება და ცხოვრობთ ადამიანები ჩვენთვის და ვარსებობთ, თურმე პოზიტიური ყოფილა. შემძლებია. მე უკვე მეგონა რომ ძალიან მიზანტროპად ვიქეცი რა და აი საერთოდ აღარ შეგიძლია აი ხალხის დანახვა რო არ გინდა. ანუ ექსტროვერსიასთან რო არ აქვს რა კავშირი. ანუ ერთია რომ ექსტროვერსია და რაღაც ხალხთან კომუნიკაცია, მაგრამ აი ეს ახალი ხალხის გაცნობა და მე მათთან ლაპარაკი და მე რაღაცა ვაფშე სხვა ის არის. და მეგონა რომ ეს საერთოდ არ შემეძლო იქ. მაგრამ მივხვდი რომ განწყობას გააჩნია და აი მდგომარეობას რომელშიც ხარ რა და თვითონ ეს ადამიანებიც იმდენად თავისუფალი გახსნილი და პოზიტიურებიც იყვნენ თავის მხრივ, რომ შენც მერე სიამოვნებს მიხვდით იმის, რომ საერთოდ არაფერი საერთოდ შეიძლება არ ქონდეს მათთან რა, გადაკვეთის წერტილი და სხვა ტიპაჟები იყვნენ შენგან განსხვავებულები. და ცოტა მოკლედ რას მოხგონებდა, იცი? White Lotus უყურებდი?
პირველი სეზონი მაქნანა. ძალიან გავდა. ხო და როგორ გავდა იცი ამას და ეს ვუხსენე და არავის ნანახი აი წარმოიდგინე ხალხი იყო რომელსაც White Lotus-ი არ ქონდა ნანახი. ძალიან ის პოპულარული სერიალია. ხო და White Lotus-ში რო არიან აი ცალ-ცალკე პერსონაჟები რა ამ რეზორტზე ხო ვიღაცაც single ქმარს გაშორებული არის, ვიღაცა honeymoon და couple არიან, ვიღაცა ასაკშია უფრო, ვიღაცა თინეიჯერია და რაღაც აი ეგეთი მრავალფეროვანი, აი ძალიან გავდა. და მაქედან გამომდინარე კიდევ უფრო საინტერესო იყო პერსონაჟებზე დაკვირვება რა, თვითონ ამ ადამიანებს და ვინ როგორ იქცევა რა სიტუაციაში და ვინ რა ტიპაჟია და ცოტა რაღაც პარალელის გავლება. და მაქედან გამომდინარე კიდე იმიტომ რომ აი ხალხის დაკვირვება რომ მიყვარს ეგ მომენტი რომ დავიჭირე და დავამოღავე ძალიან საინტერესო იყო რა. ხო და ხალხი იყო ყველანაირი. წვილი იყო რომელიც ახალდაქორწინებული იყო და kind honeymoon-ი ჰქონდათ რა ცოტა დაგვიანებული. აღმოვაჩინე ჩემი მეგობრების მეგობრის დედა რომელიც იყო წამოსული და ნუ მე დავკავშირდით და აღმოვაჩინეთ რომ საერთოდ მეგობარი ეს ბიჭი ყავდა რომელიც მისი შვილის მეგობარი არის და ჩემი მეგობრების მეგობარი. ხო და ესე რაღაცა ძალიან და ასაკობრივ კატეგორიაც ძალიან სხვადასხვანაირი რა. და ტიპაჟებიც ძალიან სხვადასხვა და თავიდან რომ ისე ცოტა ისე რო ხარ რა ერთმანეთს აწონდაწონით რო უყურებთ რომ ვის რა უსწორდება და რა ხდება. ძალიან რისკი იყო მართლა ეს ისა ამდენ რაღაც 20 რაღაცა ადამიანში ჩავარდნა, მაგრამ ერთი ის არის რომ ჩემ თავში იმდენად დარწმუნებული ვიყავ რომ უკვე შემიძლია რაღაცები ისე გავაკეთო როგორც მე მინდა და არავის ყუაზე არ ვიარ, ანუ მაგალითად ხშირად ბევრ ხალხთან ერთად რომ მიდიხარ სადღაც მე მაგალითად იმის ის მქონდა ხოლმე რა განსაკუთრებით ადრე რომ შენ თუ რო არიცი რა გინდა რო აკეთო ან იცი და ვერ ამბობ იმიტომ რომ მე ამ სხვა დანარჩენ ჯგუფს არ უნდა და მე აი ეს რაღაცა უხერხულობა იმისა რა და ეხა იმდენად ვიყავ მოტივირებული იმაზე რომ მე ამ შვებულებას მუხლზე გადავიტეხა ჩემ თავზე მოვარგებ ბოლო ფული გადავიხადე და უნდა დავისვენო ფული გამოტივატორია ხოლმე ეგეთ რაღაცებში ამიტომ ძალიან ისე ვიყავ მოტივირებული მეთქი ამ შვებულებას მე ისე გავატარებ როგორც მე მინდა და არავის სხვას და მით უმეტეს რაღაცა უცხო 20 ადამიანთან არ დავიწყებ რაღაცა მატრაკვაცობას იმაზე რომ ეხა მე რაღაცა იქ მინდა არ მინდა წასვლა და იმიტომ წავედი რომ ყველამ თქვა რომ წავედი. ამიტომ ყველაფერზე მოკლედ ძალიან ისე აწონდაწონილად ვფიქრობ და ეხა მინდა მე აქ წასვლა თუ მინდა წავალ თუ არ მინდა არ წავალ. და ეგ მაგ თავდაჯერებულობა მოკლედ უფრო მშვიდად გადამაწყვეტინა რომ ამდენ ხალხში უცხო ხალხში წავსულიყავი რა. ამიტომ საინტერესო ექსპერიენსი იყო. მეც ახლა რა მაინტერესებს. ანუ აი დღის ყოველი დღე დაგეგმილი იყო თუ რაღაცა თავისუფალი დროები გაქვს და რაღაცა დაგეგმილები. თუ ის დაგეგმილები ყოველთვის ანუ და აირჩიო რა გინდა. ანუ შეიძლება რომ წახვიდე და არაფერი მათთან ერთად არ გააკეთო მაგალითად? კი. და არც გადაიხადო მაგაში შესაბამისად. ხო, ანუ მოკლედ ერთი არის რაც თვითონ ტურში ხდი და მე არის შიდა რაღაცეები, რაც შენი ინტერესებს მიხედვით შეგიძლია არჩიო. ეგ როგორ იყო? ამ იმაზე რა ქვია, ფუკეთიდან არის ძირითადად კუნძულები არა სანახავი, რაზეც მიდიხარ. ანუ იქ არის მილიონი კუნძული. მაგრამ რაღაცები არის, რაც ყველაზე ესე ტურისტულია და must-see არის რა, რომ დაგუგლა რო გეტყვის, რომ აი იმაზე რო რაღაც PP Island არის და კრაბი და ეს ორი უეჭველი ნახო და იქ კიდე რაღაცა მე ერთი კუნძულია, რომელზეც ის ჯეიმს ბონდი გადაიღეს და მე ანუ must-see არის. აი ჯეიმს ბონდზე მაგალითად მე წავედი და დანჩენებას არ ბასქნას რა ქვია არ აიჩიეს რა თქვა ეგ ტური ანუ ოფშენები გქონდა სხვადასხვა აქტივობების რომელზეც შეგვეძლო წასულიყავი შეგვეძლო ყველაფერზე წასულიყავი და შეგვეძლო ნაწილულზე წასულიყავი მე მაგიტომ
ძალიან რაციონალურად ეს ოფშენები როცა ანუ სანამ წავიდოდით ეს ჰქონდა რა კოლი ჰქონდა რომელზეც მოგვიყვნენ რა ხდება როგორი იქნება flow რა ის არის რა ქვია რა ტურების საშუალება გვაქვს რა გვინდა და როგორ გვინდა და რას გავაკეთებთ რა გვინდა როგორ გვინდა კი არა და მათ რა ის აქვთ რა სტრუქტურულად ხო და მაგედან მოკლედ რაღაცებს დავძებნე რაც შეთავაზებაში იყო რომ აი ის დამატებით შეგიძლია ეს და ეს და ეს დაამატო და რაღაცები რაც თან must see იყო, იმიტომ რომ პირველად მივდიოდი და თან ჩემთვის საინტერესო იყო, ისინი ავარჩიე რა. და თან იმასაც მოვარგე, რომ ყოველდღე სადღაც ყოფილიყავი, ან რაღაცები იყო, რაც must see არის, მაგრამ არ წავედი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ყოველდღე რომ სადღაც წავსულიყავი, იმიტომ რომ დილით უნდა ადგე, ანუ კიდე ცალკე ტრანსფერი გააკეთო, კიდე სქანა მთელი დღე სადღაც იყო, მივხვდი, რომ მაგის უბრალოდ ის არ მქონდა ენერგია და უნდა შემერგო. ხა ისიც ყოველდღე სადღაც ვარ, მე ფიზიკურად ვეღარ შევირიგებ იმ დანარჩენ რაღაცებს, რაც მართლა გამისწორდა. ამიტომ მაგალითად კომპრომისი გავაკეთე რა, ისეთი რომ არც ძალიან გადაუღლილიყავი, თან რაღაცები მენახა რაც გამისწორდებოდა და რაღაცები მე შემდეგისთვის შემოვინახე. თან რომ ჩავედი, მე მგონი მეორე დღესვე გადავწყვიტო, რომ აქ უეჭველი უნდა დავბრუნდეთ, ხო, ისეთი ადგილია რა. ხო და ამიტომ შეგიძლია კი სულ არ იმას გამაგალად ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელსაც უფრო კულტურული ტური უნდოდა. და არა რაღაცა ეს რა ქვია ზედა ზღვაზე გასვლა და კუნძულების ნახვა და იქ sunbathing-ები და კუნძულებზე ბანაობა რა უფრო რაღაცა მუზეუმები და ისტორიული ნაწილი და ეგეთ რაღაცები აინტერესებდა საერთოდ ზედა ზღვა არ მიყვარსო და რომ ისო წინასწარ არ შევხედეო რა ის იყო პროგრამაო ასე რომ ვთქვათ და ის რა ქვია შეკრებაზე რომ შემოვედითო კოლზო იქ რო ყვებოდნენ რომ ამ იმაში წავალთ beach club-ში იქ რაღაცა აქ ამ კუნძულზე მეთქი ვფიქრე რაში გავყავით თავი მაგრამ მე იქ ადგილზე თვითონ რაღაც თავისთვის საინტერესო რაღაცები იპოვა ხო და ცალკე ეგ არის ძალიან საინტერესო რომ მე ხო დასვენება მარტო შემიძლია, იმიტომ რომ არაფერს არ ვაკეთებ და გამოვიძინებ და ყველაფერი, მაგრამ ეს ცოტა ახალი გამოცდილებების ადგილები როცა არის, მანდ მიყვარს მეგობრებთან ერთად სიარული, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მაგალითად შენ სადღაც სხვაგან რო წახვალ და მე სხვაგან რო წავალ და მე საღამოს შევხვდებით ერთმანეთს მოვუყვებით, ძალიან საინტერესოა. და ამ ჯგუფური ტურის ბენეფიტი იმაში იყო, რომ ეგეთი იყო 20 ადამიანი. და ანუ უკვე ერთმანეთს უყვებოდი, ვინ სად რა გააკეთა და მაგალითად ეს გოგო რომელიც საერთოდ ამ ტურის შინაარსიდან ასე რომ ვთქვათ ამოვარდნილი იყო კიდევ უფრო საინტერესო იყო მასთან ლაპარაკი მაგალითად იმიტომ რომ ერთი თელი დღე გაატარა რაღაც მეტროთი წავიდა ბანგკოკიდან იმაზე დაახლოებით აი პარიზში რო ის არის მუზეუმის კუნძული რაღაცა ეგეთი ადგილი იყო რომელსაც რაღაცა 1 საათი უნდა და ტრანსპორტით მისვლა რა და იმ კუნძული არის ბერლინზე ამბო? აბა შენთან მანდაც არ არის შენ რო ცხოვრობდი პირველი ბინა რო ქონდა კუნძულებით არ იყო რაღაცა? ის კუნძული იყო მაგრამ მუზეუმების არა. просто კუნძული იყო მან მუზეუმი არ ქონდა ირგვლივ? რაღაც მახსოვს რა არა მე ვღადაობდი რომ მუზეუმია ეს კუნძული მეთქი იმიტომ რომ ლოკალი არავინ აღარ ცხოვრობდა მუზეუმზე მართლა მე რატომ ახსოვდა რომ მან ირგვლივ იყო რაღაცა ისა ოკეი ხო და მოკლედ ეს ისა რა area იყო სადაც მოკლედ ეს მუზეუმები რაღაცა და საერთოდ არაფერი ყურშე არ ქონდა ტურისტულ და რაღაც ცენტრალურ ნაწილთან და იქ იყო წასული და რაღაც აბრეშუმები იყიდა და რაღაც იმიტომ რომ აბრეშუმის წარმოება ძალიან ეს არის რა იქ ვიღაცა ამერიკელმა ჯარისკაცმა სახლ-მუზეუმის არის მაგის ეგმერე მე თვითონაც დავშერე რაღაც კულტურულ რაღაცებს ესე კინო ვიფიქრებთ რომ მარტო იმაზე პლაჟზე ვეგდა ხო და ამერიკელი ჯარისკაცი იყო რომელიც ომის დროს ჩავიდა და ტაილანდში მოკლედ განავითარა მის აბრეშუმის წარმოება და სახლ-მუზეუმის არის მისი ბანგკოკში და ძალიან საინტერესო არქიტექტურულადაც ძალიან საინტერესო არის და შინაარსობრივადაც და მოკლედ ეს აბრეშუმი არის it's a thing რა აბრეშუმი არის thing და მარგალიტები აი ამ გოგოსგან გავიგე რომ it's a thing ხო და ამ გოგოსგან რა ხა მე კი ვიცნობ და სახელთაც მოიხსენებ მაგრამ იქნება არ უნდა რომ მოიხსენე ამიტომ ხო და ეს და ძალიან საინტერესო იყო რა მაგალითად მასთან დაკონექტება და იმის მოყოლა რომ აი მთელი დღე რაღაც აბრეშუმები როგორ აჩია რაღაც ის რა ქვია ხელოვნების მუზეუმებში როგორ იყო რაღაცა ვაზა იყიდა
იქიდან ანუ ტაილანდში ან ძალიან მთელი ჯგუფიდან საერთოდ განსხვავებული ჰქონდა რა ექსპერიენსი რაღაცა ჯუნგლების ტურზე იყო ფუკეტში იმიტომ რომ მზეზე სულ არ უნდა ყოფნა რაღაც ზიპლაინიდან ჩამოვიდა და რაღაცები და ეგ ძალიან საინტერესო იყო რა და ეს ნაწილი რომ 20 სხვადასხვა ადამიანის ისტორია რა აი დღეს შენ რა აკეთე კიდევ მეორე გოგო კიდე რაღაცა სხვა საერთოდ იმაში იყო უბანში იყო რომელშიც რაღაც იქაური ჰიპსტერული უბანი იყო და ხალხი რაღაც ლანჩზე იყო გამოსული უბრალოდ იმ დღეს მუშაობდნენ და ჩვეულებრივად იყვნენ საბურთალოზე რომ წამოხვიდა რა ფაქტიურად ეგეთი ფონდში. ხო და მაგალითად ეგ ძალიან საინტერესო იყო და მაგიტომაც კიდე საინტერესო იყო ჯგუფური ტური მათ შორის, იმიტომ რომ ფაქტიურად ეხა იქ არ ვიყავი მე თვითონ, მაგრამ ახალი რაღაცები გავიგე. იმიტომ რომ იმ განსხვავებული ინტერესების ადამიანმა მომიყვა იქვე რა თან. ხო და ეგ ძალიან ის იყო რა ქვია საინტერესო იყო ამიტომ მოკლედ ეგ ბევრნაირი ადამიანის ტურში ყოფნა საინტერესოა ოღონდ თუ შენ თვითონაც მენტალი მზად ხარ იმისთვის რომ ნავიგაცია გააკეთო რა რაღაცები და სადღაც თქვა რომ ანუ ეხლა მთელი ჯგუფი რომ სადღაც მიდის და შენც წახვედი თუ იქ ყოფნა აღარ გინდა და არ მოგწონს იმის თავი გქონდეს რომ დამოუკიდებლად დაადგე და იქიდან წამოხვიდე და არ ელოდო რაღაცა 20 კაცს იმიტომ რომ ისინი ერთობიან და შენ არ მოგწონს იქ ყოფნა რა და ეგეთ რაღაცები ხო ხდება. ოკეი, ავტობუსით მოზრაობდით ერთად რო იყავით? გააჩნია ლოკაციას, ანუ იმაში რა ქვია, ფუკეთიდან მაგალითად კუნძულების ტურზე როცა ვიყავით, წავედით ჯერ ავტობუსით და მერე იქიდან იმითი, რა ქვია, კატერით და მოვიარეთ რაღაცები. ბანგკოკში მე აღარ ვიყავი არც ერთ ტურზე, მაგრამ ის იყო ავტობუსით დადიოდნენ. ნაკირავები ავტობუსით. კი. ოკეი. და ან საჭმელი შედიოდა თუ ან ბრექფასტი, საუზმე ან რამე თუ ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა გეჭამოთ. საუზმეები შედიოდა იმ სასტუმროებში რომელშიც ვიყავით და დანარჩენი მე დღის განმავლობაში შენ თვითონ სადაც გაგისწორდებოდა და ეგეც საინტერესო იყო როცა ერთმანეთს უზიარებდით. ერთი მაგალითად ის იყო რა ქვია დედაშვილი იყვნენ და ისინი თავის პონჩიც რაღაცებს ეძებდნენ და საჭმელზე ძალიან დავკონექტი და ძალიან გემრიელი რაღაცები ვჭამეთ, იმიტომ რომ ერთმანეთს ვუზიარებდით და იმათაც რომ გაიცნეს ჩემი ინტერესები ეგრევე რომ აი შენ მოგეწონება და მირჩევდნენ რაღაცებს და ეგეც ის იყო რა ქვია. დამატებითი რამდენიმე ადამიანი იყო რომელსაც ასევე არის ერჩებდა რაღაცებს და არჩევდა და უფრო სწრაფად პოულობდი საინტერესო მაგ მომიყევი ხო იცი საჭმელი ყველაზე მეტად მაინტერესებს ახლა მომიყევი რეები ჭამე ეხლა მოდი დავიწყებ ქრონოლოგიურად. ერთი მიდან, რა ქვია, ფუკეთიდან, რომელიც მოკლედ ხო ესეთი აღგიწერ თითოეულ ამას. ქალაქს. ფუკეთი მოკლედ რომელიც ხო კურორტულია, როგორც თქვი. მან ნუ ის არის, რა ქვია, ეს ზღვა არის და უფრო ეს ზღვის თემა არის მოხდილი. არის ერთი დიდი ქუჩა, ბანგლა როუდი ქვია, რომლის უკანაც ცხოვრობდით პირდაპირ და ეს ქუჩა არის ფაქტიურად შარდენი, ოღონდ შარდენს ვერ შეადრეხა, რა თქმა უნდა რა, ანუ რაღაც საგიგეთი არის. იმიტომ რომ ეს ღია ბარებია. ყველგან ძალიან ხმამაღალი მუსიკა არის. ეს მუსიკა ერთმანეთთან იმაშება რა. აი შუაში რო დგახარ, აი ცალყურში ერთი ბარის მუსიკა რომ მეგეცვის და მეორეში მეორე. უამრავი ხალხი დადის აქეთ-იქით. ეს ისინი რა ქვია მოდიან და ყველა რაღაცა პინგ-პონგ შოუ და რაღაცებს გთავაზობენ რომ უყურო. და პინგ-პონგ შოუ ცალკე მოყვები ძალიან სასაცილო იყო. ეს ისა და პლუს კიდე თან ამ ბარებში ღიაში პირდაპირ იქვე არიან ეს pole dancing-ს ვერ დავარქმე მაგას, იმიტომ რომ მთელი დღე, მთელი საღამო იქ რო დგანან, ალბათ იმდენად დაღლილები არიან, ეს დგანან ხოლმე უბრალოდ რა ამ pole-თან და ესე ძიგძიგობდნენ ეს გოგოები. პირველ დღეს რო ჩავედი, რაღაცები ძალიან ზევდიანად გამოიყურებოდა და ცოტა არ გამისწორდა. მე მივხვდი რომ უბრალოდ კიდიათ რა, ანუ they're doing fine. არავინ არ აძალებთ, მაგრამ იციან ენერგია როგორ შეინახონ და ძალიან ანუ იქ რაღაცებს არ აკეთებენ. აერობიკით არ არიან დაკავებული, უბრალოდ რაღაც სექსუალური დამლაგებლის ფორმები აციათ და იმასთან რა ქვია, ჯოხთან დგანან ესე უბრალოდ და ირხევიან. და
ეს არის რა ქვია და ძალიან ეს ბევრი კიდე დახურული ბარებიც არის რაღაცა gentleman club და რაღაცები და იქ მოგვარდებიან და თავაზობენ რომ აი ეს რაღაცა ლუდი ამდენად და აი ძალიან ქაოსია. ოღონდ იმის კიდან გამომდინარე რომ უსაფრთხოების შეგრძნება გაქვს და არ არის რაღაცნაირი ეს ვულგარული და აგრესიული არ overwhelmed-იც კი არ ხარ რა. უბრალოდ მაგის ნაწილი ხდები და შენც მენტალურად ერთვები და უკვე ამუღამებ რომ ეხა იქ იმას შევხედო, ამას შევხედო, აქ ეს ის არის, მე ამ ქუჩაზე ზიარულსაც ამუღამებ და საერთოდ სხვა ის არის რა. სხვა ვაიბი არის და ერთი რასაც დავაკვირდი და ერთ-ერთ საღამოს მაგალითად კლუბშიც წავედით და მეხსოვს რომ მაგარი მე კიდე კლუბებში სიარული ძალიან მაინტერესებდა აი გამოცდილება როგორ იქნებოდა იქაური კლუბი და ძალიან გავერთე იმიტომ რომ ის იყო რაღაც პაპსებს მიქსავდნენ ორი ოთახი იყო ორი ოთახი კი არა და ერთი იყო დიდი სცენა და მეორე იყო რაღაც პატარა ანუ კორის small room-ის ფონდი იყო რა და იქ რაღაცა ცოტა უფრო ნიშურად დისკოს გამიქსული რაღაცა ისინი იყო და ამ დიდ room-ში ვიღაცა იმ საზომით მაგარი DJ და მე არ ვიცი ოღონდ ვინ არის მაგარი და ვინ არა ძალიან ნიშურად შეიძლება რამდენიმე ტექნო DJ ვიცოდე ისიც ჩემი მეგობრების გამო და ზოგადად აზია რომ სხვა რაღაცა იმებს შექვია კლუბური მუსიკის DJ-ები ხო და მოკლედ ეს DJ უკრავდა და კიდე MC იყო რომელიც დადიოდა და ისე ყვეთ ხელები აწიეთ რაღაცას ვაზროდა ძალიან რაღაც ესეთი სტარავი დაკონთული შავკანიანი ლამაზი კაი ხმის ტემბრიანი ტიპი რა. მე უცბად ამ შუა კლუბში რამდენიმე სიმღერის შორის იმებს ისროდნენ ფეერვერკის კი არა და კანფეტიც არ არის რაღაც არა ფურცლები მოკლედ ეს რაღაც და ის ძალიან რაღაცა მე გიგონები რომ ახალი წელია ძალიან ერთობი რა მე ვიღაცა ლამაზი გოგოები მოცეკვავები გამოდიოდა ეს ვარდები ქონდათ თავზე სტორი თუ ფოტოებიც მიდევს ეს ვარდები ქონდათ თავზე და ცეკვავდნენ რაღაცნაირად აი ესე როცა ყვავდნენ ოღონდ რაღაცა გამიქსულ კლუბურ მუსიკაზე ძალიან ეკლექტური იყო მაგრამ it worked და ძალიან გავერთე და თან მაგას დამატებული ასევე უსაფრთხოების შეგრძნება ანუ იყვნენ ვიღაცები ვინც ახლა 15 კაცი რო წავედით ამ კლუბში და თან რაღაცა ლამაზი გოგოები რაღაცები ვიღაცები ეთმასნებოდნენ ცოტა მაგრამ ისევ და ისევ არ იყო რაღაცა შემაშფოთებელი და ისეთი რომ აი ხალა ბიჭო და გარეთ გავიდეთ და გცემ და რაღაც ანუ ძალიან იქვე ან ნეიტრალდებოდა ყველაფერი იმიტომ რომ ეს ხალხიც ან მოწეული იყო ან თრალი იყო და ძალიან კაი ხასიათზე იყო რა ხო მოსაწევი ლეგალურია თან და ძალიან კაი მოსაწევი აქვს და მაქედან გამომდინარე მე მგონი ყველა ძალიან chill არის მით უმეტეს ხო და მაკლუბიდან რომ გამოვედი ღამის 5 საათზე მე უბრალოდ ნაუშნიკები გავიკეთე ყურსასმენები ბოდიში და ჩემს მუსიკას უსმენდი და ამ ქუჩაზე ჩავდიოდი რა აი ამ ხმაურიან საგიჟეთ ქუჩაზე ღამის 5 საათზე ხო და ღამის 5 საათზე შარდენზე მაგალითად არ ვივლიდი ანუ არ ვიგზნობდი თავს ეგრე ძალიან უსაფრთხოდ ანუ ის კი არა რომ ანუ არ წავიდოდი იმიტომ რომ თავის ტკივილია რა ეხა არაფერს არ მეშინია გინდა ტანკი დამიყენე მაგრამ თავს არავითკიებ ხარ რა რომ შარდენზე რაზე ვიარო ღამის 4 საათზე რომ მე ვიღაცას საქმე ვურჩიო მაგის მოდინს კი არ მქონდა რომ ვინმე მოვიდოდა და შემაწუხებდა რამენაირად რა და ძალიან სასიამოვნო იყო და თან ესე ხალხს რო უყურებ და შენთვის პროცესს უსმენ შენ რაც გისწორდება და იქ საგიჟეთი რო ხდება ერიკლებ რა ეხლა მასაჟის ნაწილი რა მაშინ რა ქვია ფუკეთში მოკლედ მასაჟი ძალიან მოხდილია იმიტომ რომ ეს კურორტული რო არის ისა აქ ანუ ყოველი ფეხის ნაბიჯზე არის. აი ბანგკოკში მაგალითად ეგრე არ იყო. იქ უფრო რაღაცა სპაები უნდა გენახა და უფრო შორის იყო და აქ აი ყოველი ფეხის ნაბიჯზეა ამ მომენტში რომ გადაიფიქრებ რომ მინდა არ მინდა და მე თუ მოგინდა უსვათ 5 წუთში და 100 მეტრში ისევ იქნება რაღაც ისა რა მასაჟის ისა. ხო და ეგ გოგოებმა მოგურჩიეს თვითონ ვისანაცაც ვიყავით ვინც იყვნენ ესენი ისა წარმომადგენლები ამ იმისი რომ მოკლედ ფეხის მასაჟიო ყველა ძალიან მოეწონაო წინა
ტურებიდანო რა. და ნუ ეს ტაიმ მასაჟი რაღაცა კი არის ეგეთი ისა, რა ქვია, რეპუტაციაო, მაგრამ იქ ჩვეულებრივი მასაჟი ქვია. ეგ ერთი და მეორე, ანუ ეს ფეხის მასაჟი ძალიან სასიამოვნოა და მართლა არის გენიალურესი ნოუ-ჰაუ, რომ ადამიანი მთელი დღე რო დადის თან ტურისტი რა და ფეხები გეღლება და ეს ფეხის მასაჟი არის რაღაცა საოცრება და თან ისევ იქიდან გამომდინარე რომ ესენი რაღაცნაირი აი ადამიანების მოყვარული ერი არის ამ მასაჟსაც აი ისე გიკეთებენ რომ ადამიანმა დაისვენო აი ზრუნვის რაღაცა უმაღლესი ფორმა იყო ჩემს წარმოსახვაში ეს რომ აი ვიღაც ადამიანი ესე ფეხებს გიმასაჟებს თან აი ძალიან dedicated და უნდა რომ დაისვენო რა აი არ ვიცი რაღაც ანგელოზები არიან არ ვიცი საიდან მოევიდნენ ანუ როგორა ჰავის გამო ალბათ და რაღაც ის და ეგ დამოკიდებულება რო აქვს მაგრამ ის არის ხო და კლუბზე რა ის თქვა მიდოდა და რაზე ვფიქრობდი კიდე პროცესში რომ კლუბში ვიყავი მაგ ყველაფერი უსაფრთხოების და თან რაღაცნაირი პოზიტივის შეგრძნება სტოვებ და ასევე მე მგონი დაცვა რომელიც ყავთ რა იმიტომ დაცვა არიან ეს ჩვეულებრივი პატარა ტაი კაცები რომელიც აგრესიულად და ისე არ გამოიყურებიან და უბრალოდ იცი რომ რაღაც უსაფრთხოებას იცავს მაგრამ აი ეს არ არის რა რომ ესე გიყურებს და შენ ამ დროს რაღაცა ხუთი ის რო გაქვს ტეკილა შოთი დალეული და რო უყურებ ეხა ამას ჩემცემა უნდა რას მიპირებს იქ რა ხდა ანუ არ გაქვს ეგ შეგრძნება რა რაღაცა რომ აქ ამ კლუბში უსაფრთხოებისთვის საჭიროა ჯეჯგვი კაცი რომელიც ვიღაცას ცემს ანუ უბრალოდ ადამიანი რომელიც აკონტროლებს რომ ყველაფერი ოკეია თუ არა და ესე ის თვითონ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები რო არიან თან რაღაცა ზოგი შენი სიმაღლის რო არის მაგიტო თავისუფალ საფრთხოთ რომ იცოდი რომ რამე შეძლებდი რომ მორეოდი ყველას ქუჩაში ეგეც ალბათ მათ შორის ხო და ამ იმაში მოკლედ მასაჟს რო დავუბრუნდე მანდაც მოკლედ ეს რაღაცა ზრუნვისა და სიყვარულის ისა რა რაღაცნაირად მოკლედ როგორ შეიძლება რომ იგრძნო უცხო ადამიანს რომელიც შენ ფეხებს ამასაჟებს ანუ აი ფეხები ვისაც ჭირდება მაგრამ უყვარს ეს შენი ფეხები და უნდა რომ დაასვენოს რა ისეთი სასიამოვნო შეგრძნება რომ არ ხო და ეს ყოველდღე ვიკეთებდი მოკლედ ამ ფეხის მასაჟს მე ერთი ადგილი აღმოაჩინეთ რომელიც ძალიან მოგვეწონა და კიდე ვუბრუნდებოდით მე რაღაცა ფოტოებშიც მინდებს რომ ის თუ ნახე ეს თევზის ჩუსტები მეცვა თევზის ჩუსტები ქონდათ ეს პლოსტები ეს თევზის ჩუსტები ფეხებს გბანენ ესე ძალიან საყვარლად და მე მიყავხარ და სპეციალური სავარძლები არის რომელშიც ესე ჯდები წამოგაწვენენ ესე და ეს ფეხები გაფშრიკილი გაქვს და ეგ ფეხებს გიმასაჟებენ და ძალიან სასიამოვნოა პირველ იმაზე მოვხვდი ის არის კიდე ანუ ვიტრინასავით არის რა ეს ღია შუშის ისინი და ვიღაცები უბრალოდ იქ იწვნენ და ფეხებს უმასაჟებდნენ და პირველ დღეს რომ ჩავედი და ეგ რომ დავინახე მეთქი რა უცნაური იმენ შებოჭილი რო ხარ შენ თვითონ რა რომ გძნობ რომ რაღაცებში ხარ შებოჭილი რომ აი რა მოხდა ეხა ვიღაცა ფეხს უმასაჟებენ იმაში და იმას სიამოვნოა ძინავს იმ სკამში რა მაგრამ აი რაღაცა ისე რომ უყურებ რომ მე ვიტრინაში ფეხის მასაჟი და მე რაღაცა 2 დღის მერე მე თვითონ გავიშთე იქ ეს ხალხს ვუყურებ ხალხს ვათვალიერებდი და ეს შესაყვარელი ტაიქალი ფეხებს უმასაჟებდა ნუ მე ანუ იმხელა ეს სტრესი და ყველაფერი გშორდება რომ აი მადლიერების შეგრძნება გაქვს რა და მართლა მე მერგით რომ მადლობა და ყველასეონები და მანდ მოკლედ მაგ happy ending-ზე ვფიქრობდი მაგ მასაჟის რომ იდეაში ანუ კაცი რო იყო იმიტომ რომ ქალისთვის მგონია რომ ფრთული ანუ მე როგორც ქალისთვის არ გამისწორდებოდა happy ending-ი მაგ მასაჟში მაგრამ კაცებისთვის ფიზიკურ ამბავში იმდენად მარტივია ეგ რელაქსი რომ გონია რომ ძალიან ბუნებრივი პროცესია და ანუ ეგ ვულგარულად კი აღარ შევხედე მაგას რომ შეიძლება ვიღაცა happy ending-იანი მასაჟი გაიკეთოს უბრალოდ მოდუნების აი 150% რო არის რა უბრალოდ აი ყველანაირად რო იცლები და დუნდები და მან მივხვდი რომ უბრალოდ სექსში რო ფულს იხდი მაინც პროსტიტუცია
ხო და აი მაგ ხო და გააჩნია ნახე ხა ეგ თუ არ იღებენ თულს მაშინ კი არა შეხედე ხა ანუ მან ხო გააჩნია ხა კიდე როგორი კონტაქტი არის რა ანუ თუ უბრალოდ მასაჟია რომლის დროსაც ეს happy ending-ი მოყვება ანუ ცოტა ჰენჯოვის პონტი რა რაღაც აი სხეულის მასაჟის გაგრძელება აი გეთით რა ანუ ის არა რომ მაგრამ ანუ არ ვიცი ხა ის ადამიანები ვინც იკეთებენ მაგ მასაჟს ისინი რა იმითი მიდიან მაგრამ მე როგორც ვიგრძენი ამ მასაჟის პროცესში თავი დარელაქსებულად და მივხვდი რატო შეიძლება ადამიანს უნდოდეს ეგ ჩემთვის ძალიან სექსუალობას დაცლილი იყო ეგ თემა რა ანუ ოღონდ კაცი რო ყოფილიყავი ეგ მნიშვნელოვანი ისაა იმიტომ რომ ანუ ჩემთვის არ წარმომედგინა ეგრე მაგრამ აი წარმოვიდგინე რომ ეხა კაცი რო იყო თქო და ეს რო შემეძლოს ეს 200%-იანი რილისი ყველანაირი დაძაბულობის ხვდები რატომ შეიძლება გამაკეთებინა იმიტომ რომ ეგ სექსუალობა მოშორებული აქვს და რაღაც აი ადამიანური მე შენ დაგეხმარე რომ სრულად განტვირთულიყავი აი ეგ შეგრძნება მქონდა რა ვერ აი ფერსმასას რო გაიკეთებ ტაილანდში შეიძლება მან მიხვდე რას გულისხმობ არ ვიცი მე ამ იმას რა ქვია გავუზიარებ ჩვენს ჩემი მეებს ჯგუფელას და ის არ ვიცი რა სიტყვია რა შეიძლება თქვა რომ ამ გოგოს შიქო არა აქ ვიფიქრებენ მაგრამ მეგონი არ იფიქრებენ რომ 10 დღის განმავლობაში საკმარისად გამიცნეს მაგრამ აი ხო და ეგეთი ის დამიტოვა რა ხო და საჭმელზე მკითხა და happy ending-ებზე რო გელაპარაკებ ძალიან კაი რატომ ჩემი მოგზაურობის პირველი ნაწილის დასასრული მეტი თავგადასავლები მეორე ნაწილში